მოგესალმებით მშვენიერი თიანეთიდან გადაცემა ჩემი კუთხის მასპინძელის დღევანდელი წამყვანი რუსუდან ზვიადაური მომღერალი. მე შემთხვევით არ მithქვამს წეგან რომ თიანეთი მშვენიერია და ამ გადაცემის ფარგლებში ვეცდები გაჩვენოთ რომ თიანეთი ნამდვილად მშვენიერია თავისი ხალხით, ბუნებით და მრავალფეროვანია კულტურით, ტრადიციებით და ასევე უნდა ითქვას რომ მრავალფეროვანია მისი ძველი ტრადიციული კერძები. დღევანდელ გადაცემაში კერძებზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ. ვიდრე ამ ნაწილზე გადავიდოდეთ, მინდა რომ ჩემი ბავშვობის მოგონებები გაგიზიაროთ და ჩემთვის ერთ-ერთ უსაყვარლეს გარემოში მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაგპატიჟოთ. არა მხოლოდ თიანელებისთვის, ვფიქრობ, სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას ვიმყოფებით. მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი ჩემთვის კიდევ უფრო ძვირფასია, იქიდან გამომდინარე, რომ დედა 35 წელია ამ მუზეუმის დირექტორია და შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბავშვობის ალბათ ყველა დღე სწორედ ამ მუზეუმში მაქვს გატარებული. მე მახსოვს სკოლაში ბოლო გაკვეთილი ზარი რომ ირეკებოდა ჩემს კლასელებთან ერთად, მოვდიოდი ხოლმე და ამ სივრცეში ვამზადებდი ხოლმე გაკვეთილებს. მონაწილეობდით სხვადასხვა ღონისძიებებში, კონფერენციებში, ვაწყობდით ლიტერატურულ საღამოებს და გულწრფელად მიხარია, რომ დღევანდელ გადაცემას სწორედ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმიდან ვიწყებთ. გარდა იმის, რომ აქაურობა მთელი ჩემი ბავშვობა, მირზა გელოვანის მუზეუმი არც ერთ დამთვალიერებელს არ ტოვებს გულგრილს, ასე რომ თუ არ ხართ ჯერ კიდევ დამყოფი აქ, ჩემი კუთხის მასპინძელი მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი ნამდვილად იქნება. ახლა კი მინდა გადავინაცვლოთ გადაცემის მთავარ ნაწილზე, ვესტუმრებით დოჯურიშვილების ოჯახს, რომლებიც ადგილობრივი კერძების შესახებ ძალიან ბევრ ინფორმაციას მოგვაწვდიან და მეც თქვენთან ერთად ვისწავლი ამ კერძების მომზადებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დოჯურიშვილების ოჯახში და მინდა გაგაცნოთ ქალბატონი ეკა, ჩვენი მასპინძელი, რომელიც გვასწავლის ხინკალი, დამბალხაჭოთი, ან დამბალხაჭოს ხინკალი. ჩემთვის აღმოჩენა პირადად და ცოტა მერიდება, იმიტომ რომ თავს ვიწონებ, რომ ამ საოცარი თიანეთიდან ვარ და ესეთი ტრადიციული კერძი რომ ახლა უნდა ვისწავლო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხო? ჩვეულებრივი ხინკალივით მზადდება, როგორც სხვა ნებისმიერი ხინკალი, ხორცის, კარტოფილის და ასე შემდეგ. იგივენაირად თუ აქვს რამე ისეთი განსხვავებული, რაც შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენთან. მიხარია რომ გვესტუმრეთ. არა, იგივენაირად მზადდება ცომი აბსოლუტურად, როგორც უბრალოდ გულში ხორცის მაგივრად იდება დამბალხაჭი. რაც შეეხება მის ხინკალს, ეს არის პროდუქტი, რომელიც აი ასე გამოიყურება. დამბალი ხაჭო, ეს არის კვერი, რომელიც დაახლოებით 2 თვე ნახევარი იყო დამწიფებული, დიახ. აქ უკვე ჩვენ გვაქვს დაჭრილი, მე გავამზადე დამბალხაჭოს გული, მაგრამ მინდა რომ მაყურებელს ვაჩვენო, ეს არის შეზავებული გული. დამბალხაჭო ძალიან წვრილად არის დაქუცმაცებული, შემდეგ ესხმება წყალი, გაჩვენებთ. მე ხა გადავიტან თასში დამბალხაჭოს დაჭრილს დაქუცმაცებულს. დავასხავ ცოტაოდენ წყალს, ისე რომ დაიფაროს მე. აი რა რაოდენობის? დაახლოებით, აი გაჩვენებთ ხა ნახევარი ჭიქა. რომ დაიფაროს, დარბილდეს. ნახევარი საათი რომ გავაჭეროთ, რომ კარგად დაქუცმაცდეს და გალღვეს. ხინკალს ძალიან ცოტა ხანი აქვს დრო მოსახარშად შედარებით 5 წუთი და კარგად რომ იყოს გაქნილი ერთიანი მასა რომ შედგეს, ამისთვის საჭიროა დრო. და წყალს ვაჭერებთ. ცოტაოდენ დამბალხაჭოს ხინკალს ერბო აუცილებლად უხდება, მაგრამ ცოტაოდენ ერბოს ან კარაქს უკეთებთ გულშიც. და შეურიოთ ცოტაოდენი, ამას ახლა ბევრი არ ჭირდება და გადაიზილება. როგორც გითხარით, ეს დარბილდება და მე უფრო კარგად აი ასეთ ფორმაზე უნდა დადგეს დამბალი ხაჭოს გული. ნახეთ? დაახლოებით 2 კვერისგან შესაძლებელია, 15-20 ხინკალი გამოვიდეს, მეტი არა. ამიტომ ძვირად ღირებული სიამოვნებაა ნამდვილად დამბალი ხაჭოს ხინკალი. წეგან თქვით რომ ცომი იკეთება ჩვეულებრივად როგორც სხვა ნებისმიერი ხინკლისთვის, მაგრამ აი რომ წარმოვიდგინოთ რომ მე იმ ცომის გაკეთებაც არ ვიცოდი. კი ბატონო. ჩვეულებრივად ცივ წყალში ფქვილი, გაცრილი ფქვილი იცრება და იზილება ცივი წყლით, ყურის ცომისგან განსხვავებით.
რბილი კი არ უნდა იყოს მაგარი, რომ თქოს აი ვერ მოყვება და ცოტა ძიმე მოსაზელია, სადღაც 9 საათი ჭირდება მოზელა ცომს, მე ცოტა ხანი გაჩერდება, რომ ცომი არ დაიშალოს. დავიწყოთ, ესე იგი მოუზილეთ ეს ცომი, გავაჩერეთ. შემდეგ ეს ასე გავაფრთხილეთ და მოვჭერით, აი ეს არის საჭრელი. აი ამით იჭრება, ეს ტრადიციული ბებოსნაქონი, ძველი თუნდაც ჭიქითაც ჭრიან, მაგრამ ეს ძალიან კარგია, მოხერხებულია. შემდგომ ეს მოჭრილი ცომები, ამას ქვია დაკოპიტება, შაურად, აი ნახე გახსოვს. აი ასე ხო, ავა. და ასე ერთმანეთზე თითებით კეთება, რომ ადვილად გათხელდეს რა, ანუ ხინკალი საერთოდ საოჯახო რიტუალური კერძია ფშავში ყოველთვის და კეთდებოდა ერთი ადამიანი არასოდეს არ იწყებდა. ხინკალი არის ფაქტიურად ოჯახის ერთობა, როცა რამოდენიმე ადამიანი შემომსხდარია მაგიდის გარშემო და ვიღაცა ცომი მოზილა, ვიღაცამ მოჭრა, ვიღაცამ გაათხელა, ვიღაცამ დააკოპიტა, ვიღაცამ მოახვია. 5-6 ჩვენ ახლა 4-დანი ვარ დედა და ჩემთვის ხინკლის კეთება არის ძალიან დიდი სიამოვნება. ჩვენ და ხინკალს რომ ვიწყებთ ცოტა 50 ხინკალზე არ ვიხარჯებით რა 150 200 იმიტომ რომ ბევრნი ვართ მე ძალიან სუმართ მასპინძელ მოყარე ოჯახი ვართ და ყოველთვის სტუმარი ყავს და პლუს გაცემა თავისთავად მეზობელს უნდა მიაწოდო რომ გააკეთებ და ეს ჩვეულებრივი ტრადიცია ამიტომ ხინკალს ყველანაირად სხვანაირად დატვირთვა აქ ფშავში ახლა ჩვენ გარდა ანუ დაკოპიტებისა შენ თუ მომეხმარები და დამიკოპიტებ მე დავიწყებ გათხელებას რუსუდან მე და ჩემი დებით სამნი ვართ და ჩვენთვისაც აი ძალიან ნაცნობ ამბავს ყვებოდით რომ ჩვენც დედასთან ერთად ეს 3 დანი ვახვევდით ხოლმე ამ ხინკალს ჩემთვის ძალიან საყვარელი პროცესია ხორცისგან განსხვავებით ძალიან ბევრი არ უნდა ჩავდოთ იმიტომ რომ დამბოხა ჭორაშვება ნახეთ რუსუდან ეს იხსნება საერთოდ და ძალიან ცხელს ვერ შეჭამთ რომ შეიძლება გახეთქოს გული თხევადება და იბერება აი ამიტომ რაღაცა ცოტაოდენი უნდა გავაკეთოთ ანუ შეიძლება პატარა კოვზით რაც დაიდება პატარა კოვზით რაც დაიდება კი ბატონო ბევრი არ ჭირდება ნამდვილად ფშავში დამბოხაჭოს და საერთოდ ხინკალს აკეთებდნენ ყოველთვის ბევრი ნაოჭით ბავშვობაში უმღეროდი თიანის ანსამბლში და მახსოვს კიდევ აი ტრადიცია ხინკლის კეთებასთან კიდევ ერთ-ერთი ტრადიცია იყო ის რომ უმღეროდნენ ამ ხინკალს და ზუსტად იმ სიმღერაში მახსოვს ტექსტი ხა ზუსტად ის სიმღერა ვერ ვიხსენებ მაგრამ მახსოვს ტექსტში რომ 29 ნაოჭიანო ასე და ხინკალს უმღეროდნენ რომ კარგი ხინკალი გამოსულიყო აქ უკვე ჩვეულებრივად ერთი მიმართულებით მივდივართ ნაკეთს რო ვუკეთებთ ძალიან მაგრად მეორე თითი აი ამ თითით საჩვენებელი თითით ვუჭერთ კარგად რომ ის ნაკეცი არ დარჩეს ცომთან შეიკრას და არ გაგვეხსნას ხინკალი არ ჩაიშალოს მოხარშვის დროს ფშავში ბევრი კოჭს არ აწყვეტავს მაგრამ მე არ მიყვარს კიდე ის ზედმეტი ცომიც მინდა რომ მოვაცალო ხოლმე რომ მაქსიმალურად პატარა კუჭი ქონდეს და ბოლო ამბავი დაგვრჩა უნდა ჩავყაროთ წყალში მაგრამ ამასაც მნიშვნელობა აქვს ხო როგორ წყალში ჩავყრით ჩვეულებრივად როგორც ხინკალს თუ მოგიხარშავთ ხინკალი წყალი დიდ ქვაბში გაჩნია რა რაოდენობის დუღდება წინასწარ აუცილებლად ცოტაოდენი მარილი იყრება წყალში რომ ხინკალი ცომი და არ ჩაიშალოს ვყრით ხინკალს ამოდუღებიდან დაახლოებით 5-7 წუთი მთავარია ცომი მოიხარშოს გულია მალე იხარშება უკვე ამოღებულ ხინკალს ჩვეულებრივად მივირთმევთ ერბოსთან ან კარაქთან ერთად ცხელსაც მაგრამ ძალიან გემრია დამბალხაჭოს ხინკალი გემრიელია უფრო მობრაწული, როგორც ხაჭოს ხინკალი, ჩვეულებრივი თეთრი ხაჭოს ხინკალი და კარტოფილის ხინკალი, იბრაწება და მერე იჭმება ერბოსთან ერთად. შაური ქადის გაკეთება უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვიდრე გვასწავლიდეთ აი იმ საიდუმლოებებს, რითიც ამ შაურ ცნობილ ქადას ვაკეთებთ. მე მინდა დავაზუსტო, ხევსურებთანაც არის ქადები, რომელსაც ხატობებში და დღესასწაულებზე მიაქვთ ხოლმე ოჯახებს. ყველა ოჯახს თავისი ქადა რომ აქვს. ეს ის ქადა თუ უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხდება ეს ფშაური ქადა? ფშაური ქადაც ისევე როგორც ხევსურეთში არის სარიტუალო, ასე ვთქვათ, საჭმელი. ის ყოველდღიურობაში ნაკლებად გამოიყენება დღესაც. ხატობებს და რელიგიურ დღესასწაულებზე, მარიამობა, გიორგობა ნებისმიერ დღესასწაულზე წხვება ქადა და ადამიანი ხატობაზე და ეკლესიის კარზე, იცი მოგეხსენება თაში ეკლესიები ნაკლებად იყო და შემორჩენილია სალოცავები, ნიშები, თითოეული ამის დღესასწაულზე მიაქვთ ქადა. სანთელი და იჭრება ქადა, ხევისბერი ჭრის
ქადას დღესაც 4 ნაწილად იჭრება ასე და 1/4 აუცილებლად ხდება ხატის შესაწირად ქადის. დანარჩენი ახლობლები იჭმება და პლუს როგორც ხდება გაცემა ხდება, ყველა მოსულია ქადი და გაცვლაც ხდება დავუშვათ მე ჩემი ქადას ვაძლევ ჩემ მეზობელს ის თავისას მინაწილებს და ასე ქადების გაცვლით ბრუნდებით შემდეგ. ეხ მე რამდენადაც ვიცი თქვენ ეს ნასწავლი გაქვთ ბებიისგან და დედისგან, ხო? ანუ გამოდის რომ ძალიან ტრადიციული საიდუმლო უნდა გავანდოთ მაყურებელს. მაშინ დავიწყოთ და ძალიან დეტალურად რომ მეც ვისწავლო, ჩემს ოჯახშიც კეთდება ქადა, მაგრამ მეც არ ვიცი და ეხა ძალიან დეტალურად მინდა რომ მეც ნაბიჯ მოყვეთ და სახში რომ გავაკეთებ, მე მეც დაგაგემოვნებით. ძალიან გამითავდა. პირველი რა შეგვიძლია რა? პირველი რასაც ვაკეთებთ, ერბოს. რა გჭირდება ეს? აუცილებლად გჭირდება, ხო, ერბო, ან კარაქი, ცოტაოდენი მარილი და შაქარი, ვანილი, ფქვილი რა თქმა უნდა და ნუ ცომზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ცომი იზილებოდა წყლით ან რძით. ანუ ნებისმიერი ცომი არა? ნებისმიერი არა. აი ჩვეულებრივ პურის ცომი გაფუებული, ოღონდ დედა რატომღაც აკეთებს უფრო ფუმფულა და კარგი გამოდის რძით. თუმცა ტრადიციულად წყლითაც იზილება, არ არის პრობლემა, როგორც პურის ცომი, მაგრამ რძით უფრო რაღაცნაირად სხვანაირად გემრიელი ცომი გამოდის. რა თქმა უნდა. ვიღებთ ერბოს დებთ რაღაც რაოდენობას ამაში. შემდეგ დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ქადის გამოცხობა გვინდა. კი, რა თქმა უნდა. აუცილებლად ერბო დნება გასქურაზე, დაბალ ცეცხლზე. აი რაღაცები რაოდენობა რაც საჭიროა ამას ეყრება თავისი შაქარი. ცოტაოდენი მარილი, რა თქმა უნდა. და ვანილი. უკვე შემდგომ. ამას ახლა ჩვენ რაც მოვათავსეთ, დგავთ გაზზე, ერბო დნება დაიწყებს დუღილს და უკვე დუღილის შემდეგ ყრით ფქვილს ნელა-ნელა და თან ურევთ. ისეთი მასა უნდა გამოვიდეს, რომ არ იყოს არც სქელი და შეკრული, რომ ქადის გული არ გაიშალოს ჭამისას და არც ძალიან თხელი. ეხლა შეგვიძლია უკვე ჩავდეთ. რა დავაზუსტოთ, რა დრო დაჭირდება გახობით ნახევარი საათი, ანუ ძალიან ცივიც არ უნდა იყოს, რომ დაიშალოს და არც ცხელი არ უნდა იყოს, რომ კარგად თბილი გული უფრო რაღაცა ნელთბილი, ასე ვთქვათ რა, თბილიც არა, უფრო ნელთბილი. ახლა ეს რამდენ ქადას ეყოფა ეს? ეს ერთი ქადის გულია მთლიანად. ეს უნდა ჩავდოთ მთლიანად კარგად. ბარაქიანი ფშაური ქადა. მე მგონი ესე უფრო ქვია. ხო. კარგი, დავიწყოთ. ამისათვის ახლა ცომს, რომელიც უკვე გაფუებული ქონდა და ვათხელებთ კარგად გავყავს განში ხელებით, რომ ამაში გული რომ ჩაიდება, არ გაგუჭირდეს მოხვევა და შეკვრა. ეხლა შეგვიძლია გული გადავიღოთ, მოვათავსოთ უკვე მთლიანად ცომზე. რომ მივცეთ მგვალი ფორმა, რომ მე ადვილად მოეხვეს. ცოტა მეტად გავშალოთ ქადა ეს გული, რომ თანაბრად განაწილდეს და ერთ ადგილას არ იყოს. ქადის გული ჩავდეთ, ეხლა უკვე უნდა დავიწყოთ მისი შეკვრა. მე მთელი გულით და სულით ვგრძნობ, რომ ჩართული ვარ პროცესში და მეც ხარ. კი, აბა გაიხსენე, კარგი იქნება. დედა ჩემი იმედია ამ ჩანაწერზე ძალიან არ გაგიწყდება. კრიტიკულად არ ხო. მოუჭერე ხელი კარგად რომ მათ შეიწებოს, ხო, როგორც ხინკალი. და კარგად რომ არ გაიშალოს. აი ბოლოს ესე როგორც ჩვეულებრივად ხაჭაპურზე და მგონია რომ ბოლოს ფქვილი ხوار უნდა ცოტა თუ იყოს ასე. კი, კარგი იქნება თუ მოდი მოგიხმარო, მე არ არო და ჩემი წვლილი შევიტან. რუსო ცოტა გავწიოთ ესე განზე. გავაფრთხილო. აი ესე გავიტანოთ გულიც ასე. და მე მგონი რომ ჩვენიერი აი ავიცი. ახლა ამას პირდაპირ ვსვამთ და ვაცხობთ თუ უნდა გავაჩეროთ ცოტა ხანი თუ არაფერი? არ ვაჩერებ. ვსვამთ პირდაპირ გაცხელებულ ღუმელში. 20-30 წუთი დაახლოებით ჭირდება ქადის გამოცხობას. ხო. მაშინ შეგვიძლია რომ შევსვათ, ხო? მზად არის ეს. დამბალხაჭოს ხაჭოერბოს ვაკეთებთ და პატარ-პატარა საიდუმლოებები უნდა გაგვიზიაროთ. ვიცი რომ გარკვეული ლეგენდები არსებობს დამბალხაჭოსთან დაკავშირებით. თან გითხარით რა დოზები უნდა შევურიოთ რომ სწორად დავამზადოთ დამბალხაჭოს ხაჭოერბო და თან გაგვიზიარეთ ეს ამბები დამბალხაჭოს შესახებ. დამბალხაჭოს
ძალიან მიხარია რომ პოპულარობა გაიზარდა და 2014 წლიდან მიანიჭა არამატერიალური ძეგლის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა მიიხმარა მას პოპულარიზაციაში და მოთხოვნადი გახდა უფრო ბაზარზე. დამბალხაჭოს ხაჭუერბო ძალიან გავს თავისი შინაარსით გემოვნებით შვეიცარიულ ფონდიულს, თუნდაც გაუსინჯავს. უბრალოდ იქ განსხვავება არის ცოტა ინგრედიენტებში. რაც შეეხება დამბალხაჭოს ხაჭუერბოს, ვიღებთ ერბოს, რომელსაც ვდებთ ტაფაში. აი ამ ასეთ ტიპის დამბალხაჭოს ვჭრით თხლად და ვათავსებთ ასეთ თაში. ვასხავთ წყალს, რომ დარბილდეს, როგორც იცით, დამბალხაჭოს შრობისას ტენს საერთოდ გამოსვლილი აქვს ტენი და ამ ცოტა ხანი ვაჩერებთ ასე წყლით და ამასობაში ტაფაში დავდებთ ერბოს, ოდნავ გავალღობთ, არ ჭირდება ადუღება ქადისგან განსხვავებით და დამბალხაჭოს თავისი წყლიანად გადავიტანთ ტაფაში. ძალიან დაბალ ცეცხლზე ვურევთ ხაჭოს ისე რომ ფაქტიურად უნდა გახდეს ერთიანი მასა, აი როგორც შემწვარი სულგუნი, ხო, აი რომ მიწელება, ერთიანი უბრალოდ მასა ყავისფერი ფორმა და ძალიან პიკანტური და სასიამოვნო გემო. მეტი არაფერი არ ჭირდება, მარილი ამას უკვე აქვს, არაფრის შერევა არ ჭირდება, თუ ვატყობთ რომ უჭირს გახსნა, შეიძლება ცოტაოდენი წყალი ან რძე მივაშველოთ, რძეც ერევა შერეულად, წყალი და რძე ნახევარი დოზირებით და უკვე რომ ადუღდება და გაიქნება, მზად არის მისართმევად. რაც შეეხება ლეგენდას, წყემსებს თაში მოგეხსენებათ მიქონდათ საგზალი და ეს საგზალი არ იყო მარტო ყველი, იყო ასევე ხაჭოს გუნდა, ჩვეულებრივი ხაჭოს გუნდა, რომელიც იკვრებოდა და მარილიანი ხაჭო თუ გიჭამია, ძალიან გემრიელია ის თეთრი ხაჭო. აი ეს ხაჭო რაღაც დიდი ხნის დარჩენის შემდეგ გაიკეთა სწორედ ის კანი, ყავისფერი და ობი შემთხვევით და აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან გემრიელი საჭმელი იყო და გუდაში ხოვნა მაქვს ერთი. მე ძალიან მიყვარს დებიზია დაურების სიმღერა. მოგართმევთ ჩვენ ფანდურს დაგახვედრეთ. თუ კი ერთ სიმღერას მაინც შეგვისურვებთ. აუცილებლად. უფრო გემრიელ ხაჭუერბოს გაგიმზადებთ პირდები. ეს ნაწამები სული ვეღარც იმაღერით აგიქარ ამდენი სიყვარული შორი ხარ ახლა ჩემთვის უფრო დგაბილი ხარ ახლა სხვისი გულის არა ვთქვა ეს გული შენთვის ფეთქავს სიცოცხლე იმათ მიღირს გეფერო უფრო მეტყავს ჩემო სამშობლო დგაბილო ოღონდა ჩემი სადარა გამარიყო საბადამა მოგეფერები ყველგან ეს უთქვა ჩემი იყოს ოღონდ ქართველი მერქვა სულ შენი იყოს მინადა ეს ნაწამები სიმღერით აგითხარ ამდენი სიყვარული ამდენი